ეს უნიკალური ხომალდი შექმნილია სპეციალურად ოკეანოგრაფიული კვლევებისთვის. მისი მთავარი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლია გადაბრუნება და ვერტიკალურ მდგომარეობაში დადგომა, რის შემდეგაც ჩვეულებრივი ხომალდი სტაციონარულ პლატფორმად გარდაიქმნება. სიგრძეში დაახლოებით 108 მეტრია, საიდანაც 90 მეტრი წყლის ქვეშ ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფება. ხომალდს აქვს ბალასტის ცისტერნის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ გადატრიალების მექანიზმს, ხოლო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ბალასტის ცისტერნებში იტუმბება ჰაერი. ბორდზე განთავსებულია სხვადასხვა სამეცნიერო მოწყობილობები, რომელიც აუცილებელია ოკეანოგრაფიული პარამეტრების შესწავლისთვის. ასევე უზრუნველყოფს შედარებით კომფორტულ პირობებს მცირე გუნდისთვის, რომელიც შედგება 11 ადამიანისგან. საინტერესოა ისიც, რომ ბევრი სტაციონარული ელემენტი გაორმაგებულია, რათა გამოყენება შესაძლებელი იყოს როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ნახევარი საუკუნის განმავლობაში RP Flappy წარმატებით ემსახურებოდა მეცნიერებას და ოკეანის კვლევაში ინოვაციური მიდგომის სიმბოლოდ იქცა. თუმცა 2023 წელს ხომალდი ექსპლუატაციიდან ამოიღეს. ამის ძირითადი მიზეზი იყო კონსტრუქციის მორალური დაძველება და მოვლის მაღალი ხარჯები. გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.